ნიშანი მოაწეულისა აღნიშნული წიგნი ზე ჩადის, მაგრამ სინათლე რჩება და რა სიმბოლურია ეს სიტყვებიც ზე ყოველდღე ჩადის, მაგრამ სინათლე მაინც სულ რჩება ადამიანთა გულებში, ადამიანთა ფსიქიკაში და ზე კიდევ ამოდის და კიდევ ავსებს, ანათებს და ამშვენიერებს სამყაროს. ანუ რეალურად ზე არც არასოდეს ჩადის. მუდმივ წრებრობაში მუშაობს დედამიწა, მუშაობს მთელი სამყარო, სინათლე ბძვინვარებს, სინათლის ბძვინვარება და გამარჯვება ეს წიგნი ბატონო რავო. დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ის ფაქტი, რომ მე ვწერდი ჩემს მოსასვლელში და პრაქტიკულად თქვენ მიიღეთ ინფორმაცია ჩემი Facebook გვერდიდან და ჩემი მეგობრების გვერდებიდან, ლევანის, ბესო გვაზავას და კიდევ ბევრმა მეგობრებმა გააზიარა, არც ერთი აქ დამსწრისთვის ოფიციალურად მოსაწვევი არ გამიგზავნია და მე დასაბუთებული მაქვს თუ რატომ. ამიტომ განსაკუთრებით ძვირფასია თქვენი აქ ყოფნა. ყველანი მოგრძანდით საკუთარი გულის კარნახით და ეს არის განსაკუთრებით დასაფასებელი და ძვირფასი ჩემთვის. ახლა რაც შეეხება ამ წიგნს მე მინდა თავიდანვე ვთქვა, აი რატომ ლევან კორვანელი ამ ასე ვთქვათ საღამოს სამყარო, იმიტომ რომ მოხდა ასეთი ამბავი და ეს იშვიათია ქართულ სინამდვილეში წრეულს სადაც ზაფხულის დასაწყისში ჩემს Facebook-ზე დავდე პატარა განცხადება, რომ დამიგროვდა ლექსების ახალი კრებული, ვაპირებ გამოცემას და სავარაუდო ტირაჟის განსასაზღვრელად ხოლმე შემექმნიანოთ, რამდენი იქნება მსურველი, რომ ზედმეტი ეგზემპლარი არ დაუღეჭდეთ. ესე იგი, განცხადების გამოქვეყნებიდან არ გასულა 1 საათი შემექმნიანა ლევანი და მომწერა, რომ ამ წიგნს მე გამოვწერე. სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ ამ ხელა წიგნის გამოცემა მე ვამბობ ამ შემთხვევაში მოცულობით, არ არის ადვილი საქმე ჩვენ სინამდვილეში, მე ვიცი რომ ლევანი წიგნებს ცემს, მაგრამ მე ვუთხარი ლევან, მე ესე იგი ჯერ გამოცემელი უნდა მოვძებნო, იმიტომ რომ ფული ჭირდება რაღაცა. თქვენ არაფერზე არ იფიქროთ, მე გამომიგზავნეთ ხელნაწერი და წიგნს გამოვცემ. გავგზავნე ხელნაწერი, ვითანამშრომლებ და პრაქტიკულად თქვენ ახლობის განმავლობაში წიგნი დაიბეჭდა და ტირაჟიც კი სახში მომიტანა. ეს არის იშვიათი შემთხვევა. დღეს ქართულ გამომცემლობებში ასეთი რამეები არ ხდება. მადლობა უთხრა ახალგაზრდა ნიჭიერ კაცს, რომელიც არის პოეტი, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, გამომცემელი, ჟურნალის რედაქტორი, ძალიან მრავალმხრივი კულტურული და ლიტერატურული მოღვაწე გახლავთ სრულიად ახალგაზრდა ასაკში, რომელსაც დღეს იცნობს ქართული ლიტერატურული საზოგადოება და პატივსცემს მას. შესაძლებელია ეს არის ამ წიგნის რედაქტორი, წინასწარმეტყველების ავტორი და მთელი გამოცემის ორგანიზატორი. ამისთვის მას ერთხელ კიდევ დიდ მადლობას ვუხდით. ახლა სხვა შორის ამ გამოცემასთან დაკავშირებით ერთი ასეთი ისტორია მახსენდება. ო ჰენრი თავის გამომცემელს მიმართა თხოვნით, მიეცა მისთვის სესხი. გამომცემელი დაინტერესდა, თუ რისთვის სჭირდებოდა ეს სესხი. მწერალმა დალუქული ბარათი გაუგზავნა, რომელშიც აღმოჩნდა ქალის თმის ერთი ღერი. მეორე დღესვე გამომცემელმა ის ზუსტი თანხა, რომელიც ჰენრის სჭირდებოდა მისცა. აი ასეთი გამომცემლები გჭირდება ჩვენ დღეს. მაგრამ სამწუხაროდ ისინი არ ყავს. შეიძლება არ თოხენრები ყავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ არის ის ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არის რამდენიმე მონოპოლისტი გამომცემლობა, რომელსაც ყავს თავისი ფავორიტი მწერლები, სხვები მათთვის არ არსებობენ, ხოლო ისინი, ვინც მათი ფრთისქვეშ არიან, რა თქმა უნდა, მათ აქვთ PR-იც, მათ აქვთ ტელევიზიაც, მათ აქვთ პრესაც და ასე შემდეგ. მე სამწუხაროდ ასეთი ავტორების რის არ ვეკუთვნი, არასოდეს არ ყოფილვარ მოდური მწერალი, მაგრამ ერთი დადებითი აქვს ამ ამბავს, რომ მე არ ვიყავი მოდური, მაგრამ არც გავდივარ მოდიდან, იმიტომ რომ სადაც არ მე მინდა ეს ჩვენი დღევანდელი საღამო გამოვიყენო არა მარტო ლექსების საკითხავად, არამედ საუბრისთვისაც, იმიტომ რომ
ისევ და ისევ გეტყვით, რომ მე არ მოგყვით იმ ავტორიტარიის, რომლებიც ყოველდღე ასე ეგრეთ წოდებულ ზომბოიაშიშის ხედან და მთელ საქართველოს უყვებიან რა გენიოსები არიან და ასე შემდეგ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ამის გამო ხელებს დაბლა არ ვუშვებ და ვმუშავ. მე მინდა დღეს უბრალოდ ბიბლიოგრაფიული თვალსაზრისით წარმოგიდგინოთ წიგნები, რომლებიც მე გამოვეცი საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ამ დარბაზში იყო საღამო 2002 წლის მარტში, როცა მე დაბრუნდი კიევიდან ომნის კაცებს ასე ვთქვათ გამოქცეული და აქ ტევა არ იყო მაშინ ამ დარბაზში უამრავი ხალხი იყო და იმ დღეების ეკო დღესაც მომყვება და იმ დღიდან დაწყებული გამოვიდა ჩემი საკუთარი და თარგმნილი 19 წიგნი თბილისში და კიევში. ნუ კიევში რამდენიმე, ძირითადად თბილისში. ეს წიგნები არის როგორც ჩემი საკუთარი, როგორც ლექსები, ასევე პუბლიცისტიკა, ასევე თარგმანები და ასევე ჩემი უკრაინული ტექსტები. მე დავიწყებ უბრალოდ ბევრ დროს არ წაგართვებ, მაგრამ აი ეს წიგნები მინდა წარმოგიდგინოთ, იმიტომ რომ ამ წიგნებს არც პრესა ჰქონია და ეს წიგნები წიგნის მაღაზიებშიც კი ვერ მოხვდა. გეტყვით ერთ საინტერესო ფაქტს. ესე იგი, ის მონოპოლისტი გამომცემლობები თქვენიცით, რომლებიც არის, მათ არ აქვს არანაირი პრობლემა, ბიბლიუსიც მათია, წიგნების ცალკე მაღაზიებიც აქვს და თავიანთ ავტორებს მშვენივრად უკეთებენ რეკლამას, პრომოუშენს და არ არის პრობლემა. გამომცემლობები, რომლებიც მეოცენენ, არის ძალიან პატრიოტული ხალხი, მაგრამ მათ არ აქვს საშუალება ეს წიგნები შეიტანონ, ასე ვთქვათ, წიგნით ვაჭრობის ქსელში. ამიტომ ეს წიგნები ძირითადად ვრცელდება აი ასეთ საღამოებზე, ან თუ საშუალება მომეცა, მე თვითონ ჩუქნი ადამიანებს, მაგრამ ჩემი დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე, მე იშვიათად ვჩნდები ხალხში და ამიტომ ეს საშუალებაც კი არ აქვს. ამიტომ ჩემთვის ძვირფასი არ დამსწრე საზოგადოებისთვის ამ წიგნების წარდგენა. ზოგადად უნდა გითხრათ, რომ ჩემი ბიბლიოგრაფია არის ცალკე გამოცემული სამმა დიდმა ბიბლიოთეკამ. საქართველოს მაშინ პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, უკრაინის პარლამენტის ბიბლიოთეკამ და ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკამ შეადგინეს ერთობლივად და მე საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკამ გამოსცა ჩემი ბიობიბლიოგრაფია, რომელიც დაახლოებით 2500 დასახელებას მოიცავს. ეს წიგნები, რა თქმა უნდა, იქ არ არის შესული, იმიტომ ისინი 2018 წლამდე. მაშინ სადამე ვიწყებ ასე. როგორც ესენი აკაცია ის. მე როცა აქ ჩამოვედი, გამოვეცი წიგნი ჩაბასერილები მსოფლიოს ზარლებს და ადამიანებს, ალბათ ბევრმა თქვენგანმა თუ არ წაიგითხავთ, იცით ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბევრი მასზე დაიწერა და ეს გამონაკლისია ეს წიგნი, რომელზეც მართლა ბევრი ითქვა. და ეს წიგნი მე გამოვეცი შემდეგ უკრაინულად, მე ვთარგმნე თვითონ პაატანაცუშვილმა დაწერა წინასიტყვაობა და ჩაპასტა მან ესე იგი შარშან კიევში მიიღო ერთ-ერთი პრესტიჟული უკრაინული პრემია. აი ეს გახავთ სურათზე ხედავთ ტერენტი გრანელი. ტერენტი თარგმნე რუსულად, უკრაინულად და ვიფიქრე, აი როგორ დაწერდა ტერენტი თავის ლექსებს მეგრულად და მეგრულად. ეს წიგნი არის გაფორმებული შესანიშნავი ნახატები, რომლებიც ეკუთვნის ჩვენ სახელოვან ხალხს რეზო ადამიანის სიკვდილის შემდეგ. აი ესეთი წიგნი ტერენტის მოთხოვნაა. აი ეს არის გურა მოდიშარია საფეხბურთო ცნობილი წიგნი დევნილ და ოღელტეხილი და ამაზე მე ვწერდი სხვათა შორის ეს არის მისტიკური ამბავი. მე ვთარგმნდი ამ წიგნს, გურამის ორი წიგნი მაქვს გამოცემული კიევში, ეს მესამეა. თარგმნდი ამ წიგნს და თარგმნა დავასრულე 2002 წლის 23 თებერვალს და 24-ის დილის 4 საათზე დაიწყო 22 წლის, ხო, 22 წლის 24 თებერვალს და მე დავასრულე ამ წიგნის თარგმნა 23 თებერვალს. იმ წლის. ესე იგი წიგნი, რომელიც გვიყვება იმ საშინელ ტრაგედიაზე, რაც თავს დაახდა საქართველოს და სოხუმის ქართულ მოსახლეობას და როგორ გამოიარეს მათ
სიკვდილის უღელტეხილი პირდაპირ ვიტყვით და იანოს თარგმნიდი და დილით მე თვითონ აღმოჩნდი დევნილის ასე ვთქვათ როლში. აი ეს წიგნი გახლავთ ჩემი ლექსების კრებული, რომელსაც ქვია მელე. აქ მეგრელების ხედან და იციან რომ ეს ნიშნავს გაღმას, გაღმა ნაპირს და ასე ეძახიან მეგრელები ენგურს გაღმა ცხოვრებთ. მელე არის აფხაზეთი. და იმ აფხაზეთზე, იმ მელეზე არის აქ დაახლოებით 100-ზე მეტი ლექსი არის, რომელსაც შემოწმის აი სწორედ ჩემი მეგობრის ურამ ოტიშარიას წინასწრობა და აქ ბევრი ლექსი პირდაპირ გვხვდება იმ ტრაგედიაზე, რაც საქართველოს გამოიარა, იმიტომ რომ აფხაზეთი ჩემთვის არ არის ასე ვთქვათ აბსტრაქტული ცნება, იმიტომ რომ ბაბუაჩემი ცხოვრობდა აფხაზეთში, მოხში და მოხის ტანძრის ეზოში არის დაკრძალული და დეიდაშვილები ჰყავს აფხაზები. წრეულს გამოვიდა აი ასეთი წიგნი, რომელსაც ქვია როგორც პოემის ორი შაირი. საქართველოს მიკოლა ბაჟანის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. არ არის სასახსნელი ვინ იყო მიკოლა ბაჟანი, დიდი უკრაინელი პოეტი, საქართველოს უდიდესი მეგობარი, ვეფხისტყაოსნისა და დავითიანის უმწყინვალესი მთარგმნელი, საქართველოსა და ქართულ კულტურაზე დაწერილი შესანიშნავი წერილებისა და გამოკვლევების ავტორი, ასევე ლექსების ავტორი. მე მქონდა ბედნიერება 15 წლის განმავლობაში ყოფილიყავი მისი უმცროსი მეგობარი, თანამშრომელი. მემუშავა უკრაინულ საბჭოთა ენციკლოპედიაში, რომლის მთავარი რედაქტორიც იყო მიკოლა ბაჟანი და საქართველოს სახელით, ჩემ პირადი სახელით, მე მას მადლობა გადავუხადე სადოქტორო დისერტაციით, რომელიც უკრაინულ ენაზე დავწერე და დავიცავი უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. მის თარგმანებზე, ვეფხისტყაოსანზე, დავითიანზე და ქართული კლასიკური და თანამედროვე ლექსების თარგმანებზე. აქ არის მოთხრობილი იმაზე, თუ როგორ თარგმნიდა მიკოლა ბაჟანი დავითიანს, როგორ თარგმნიდა ვეფხისტყაოსანს, რა სიძნელეები გამოიარა მისმა თარგმანებმა სანამ დღის სინათლეს იხილავდა და მე ერთ პატარა ფაქტს მოგიყვებით, რომ მიკოლა ბაჟანი პრაქტიკულად გადაარჩინა ვეფხისტყაოსნის თარგმანს. იმიტომ რომ 30-იან წლებში მიკოლა ბაჟანის უკრაინაში დევნილდა პრაქტიკულად როგორც უკრაინული ბურჟუაზიული ნაციონალიზმის წარმომადგენელს, აბსურდული ის არის, რა ქვია თვითონ ტერმინი ბურჟუაზიული ნაციონალიზმი, მაგრამ იყო ასეთი ტერმინი და დღემდე რუსები იმეორებენ ამ ნარატივს. ბაჟანმა 20-30-იან წლების დასაწყისში პრაქტიკულად უარი თქვა საკუთარი ლექსების წერაზე და დაიწყო ვეფხისტყაოსნის თარგმნა. 7 წელი მოანდომა ვეფხისტყაოსნის თარგმნას. ჩამოდიოდა ხშირად საქართველოში, თვეობით რჩებოდა აქ, ყავდა ქართველი კონსულტანტები და 27 წელს გამოვიდა ვეფხისტყაოსანი ბაჟანის მიერ თარგმნილი, რომელსაც კოლოსალური გამოხმაურებები მოყვა. მიუხედავად ამისა, ბაჟანი მაინც დევნილი იყო უკრაინაში და თვეობით ცხოვრობდა სიმონ ჩიქოვანთან, რომელიც იყო მისი, ასე ვთქვათ, საქართველოში მენეჯერი, წარმომადგენელი და რა ვიცი, უახლოესი მეგობარი. და თვითონ ბაჟანი მომიყვა. 28-39 წელია არის თბილისში, ჟორეშის ქუჩაზე, დღევანდელი მარჯანიშვილის ქუჩა, იქ გამომცემლობები რომ იყო იმ შენობაში ის პირდაპირ და ტრადიცია ჰქონდა, რომ ყოველ დილით სიმონ ჩადიოდა ქვევით და ამოხონდა პრესა. და ერთ დილას ბაჟანი წევს და სიმონს ამოაქვს გაზეთი პრავდა, აფრიალებს ასე და ეუბნება, აბა გადმოდი ჩქარა საწოლიდან და ჰოპაკი დაუვარებ. რა ხდება ეს ნახევარმძინარე კაცი ეუბნება, აბა ჩქარაო და თუმე რა. ესე იგი წერია, რომ საბჭოთა მწერლების ჯგუფი დაჯილდოვდა ლენინის ორდენით. იმ დროისთვის ეს იყო ერთადერთი უმაღლესი ჯილდო საბჭოთა, არც ლენინური, არც სტალინური და სხვა პრემიები არ იყო და ეს იყო უმთავრესი ჯილდო, ლენინის ორდენი. და სია არის წერლების, საბჭოთა მწერლების და მათ შორის წერია მიკოლა ბაჟანი, კაცი, რომელსაც დევნიან ბურჟუაზიული ნაციონალიზმის. ბაჟანი ბრუნდება კიევში, ბაჟანს ღებულობენ პარტიაში, თქვენ წარმოიდგინეთ იმ დროს, ესე იგი, საკანდიდატო სტაჟის გარეშე, კოოპტაციით შეყავთ
ხო და იმ დროს ესე იგი ტარდება საკავშირო ყრილობა პარტიის აგზავნიან ბათანს დელეგატად და გამოდის იქ სიტყვით. აბაზე დიდი ესე იგი ამბავი რა შეიძლებოდა ყოფილიყო მწერლისთვის. და მერე ბაჟანი როცა ომი დაიწყო გახდა სამხედრო გაზეთის რედაქტორი, ოკომიკის წოდება ჰქონდა უკვე ჯარში. იქიდან დაბრუნების შემდეგ გახდა უკრაინის მთავრობის ვიცე-პრემიერი და მერე გაიგო ასეთი ამბავი, სტალინიც გაიწყო ყველაფერი და თურმე როცა სტალინს შეუტანეს ეს სია, დასაჯილდოებელი მწერლების სია, სტალინს უთქვამს, აი ამ სიაშიო უკრაინელი პოეტის გვარიო სახელი თვითონ არ ახსოვდა, ერთი უკრაინელი პოეტის გვარიო, რომელმაც ძალიან კარგად აღნა როდესკაუსანიო, აქ უნდა იყოს. და რა თქმა უნდა, სტალინმა თქვა და მეორე დღეს ბაჟანის გვარი ჩაწერეს და მას შემდეგ დაიწყო ბაჟანის აღზევება როგორც ლიტერატორის და როგორც სახელმწიფო მოღვაწეს. ბაჟანის 1970 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე და უარი განაცხადა თვითონ. უქონდა მაგას თავისი საფუძვლები, იმიტომ რომ მალიცოდა ასარნაკის წარე მაგალითი და ამიტომ უარი თქვა ჰარვარდის უნივერსიტეტმა წარადგინა ფათაშორის. და აი ასეთი წიგნია, მე ვფიქრობ, საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისთვისაც და ჩემთვის ძვირფასია ის, რომ ეს წიგნი გამოსცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ მისი სამეცნიერო საბჭოს დადგენილი. ამ წიგნს ქვია ოფორლენდია, ანუ ზონაში გასეირნება და ეძღვნება ჩერნობილის საბურს იმ სიტუაციას, რაც ახლა არის იქ ავარიიდან უკვე თითქმის 40 წლის შემდეგ. ეს არის ავტორი, რომელიც არის თანამედროვე სტალკერი, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც არალეგალურად, მალულად შედიოდა ზონაში და იკვლევდა ეკაურობა. საოცარი ამბებია ამაში მოთხრობილი ამ წიგნში, როგორ და რა გავლენა მოახდინა რადიაციამ და იმ სიტუაციამ იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ამბები მოხდა. აი ეს წიგნი არის ორი მე ქვია ამას, ეს არის ჩემი ლექსების კრებული, გამოვიდა შანსი და შეიძლება ითქვას მოიცავს აქ ნახევარი წიგნები ლექსებისა დაწერილია საქართველოში და ნახევარი ჩამოუვა უკრაინაში. ამ წიგნზე უკვე საკმაოდ ბევრი ითქვას ფათაშორის, ეს არის კრებული, რომელიც მოიცავს ჩემს დიალოგებს ლავრენტი ბერიას ვაჟთან, სერგო ბერიასთან, რომელსაც ძალიან ახლოს ვიცნობდი. იყო ფანტასტიკური პიროვნება, უდიდესი ინტელექტუალი და უზარმაზარი მეცნიერი, ინჟინერი, კონსტრუქტორი და ეს ისეთი საოცარი პიროვნება, რომელმაც მე თვალი ამიხილა ძალიან ბევრ რამეზე. ამ წიგნში ბევრი ისეთი ფაქტია მოცემული, რაც დღესაც იწვევს გარკვეულ ასე ვთქვათ დისკუსიებს, მაგრამ მე თითქმის საერთოდ არ მეჩვენა. აი ეს წიგნი საკმაოდ დიდი წიგნი, დაახლოებით 800 გვერდია. ეს არის ჩემი უკრაინული ტექსტების კრებული და მას აწერია ქართველი პოეტის უკრაინული შემოქმედება. აქ არის ჩემი ლექსები, თარგმანები, წერილები, მარგინალიები და ასე შემდეგ. გქონდა თქვა, რომ ეს ყველაფერი დაწერილი და თარგმნილია უკრაინულ ენაზე. აბსოლუტურად. ეს არის ნაწილი იმისი, რაც მე უკრაინულად განვიხილდი, იმიტომ რომ ეს თარგმანები უნდა გამოცემული და რა თქმა უნდა, რაღაც აქ შევтанდი. აქ შეტანილია მარტო გალაქტიუმი და კრეტი გრანიტი შევтанდი. გულისხმობით უნდა შევნიშნო, რომ ჩემი ასე ვთქვათ მოგზაურობის შემოქმედება მთლიანად არ არის ცნობილი არც უკრაინაში და არც საქართველოში. უკრაინელებმა არიციან როგორ და რანაირად წერენ ქართულად, ქართველებმა არიციან როგორ და რანაირად წერენ უკრაინულად. თუმცა მე მგონია, რომ უკვე უკრაინულადაც საკმაოდ კარგად წერდა და ეს არაერთის აღინიშნა უკრაინული პრემიებითა და სხვადასხვა ასე ვთქვათ გამოხმაურებით. როცა საქართველოში ჩამოვედი, განეკავშირდა ჟურნალისტი და გამომცემელი მანნა კარტოზია და გამომცემლობა სეზანის სახელით ხოვა დამეწერა წიგნი ბავშვებისთვის უკრაინაზე. და მე
მაშინ პირდაპირ 10 დღის მანძილზე დავწერე ასე ვთქვათ უკრაინის პოპულარული ისტორია ღია წერილების სახით, რომლებიც გაუგზავნე ჩემს პატარა შვილიშვილს. და ეს წიგნი გამოვიდა ღია წერილები ერევანს. ნუ ეს ჩაბაზე წიგნი, რომელიც უკრაინული ჟურნალისტები გაჩვენეთ. ეს არის კრებული ომის ლექსიკონი, რომელშიც შესულია თანამედროვე უკრაინელი პოეტების ლექსები თანამედროვე ომზე. აქ არის ჩემი ლექსებიც, რომლებიც ომზე დაიწერა და ასევე ჩემი უკრაინელი პოეტების ორ ენაზე, ქართულად და უკრაინულად. აი ეს წიგნი არის, და ვფიქრობ საინტერესო წიგნია ზუგდიდიდან ზუგდიდამდე, რომელშიც შესულია ჩემს მშობლიურ კუთხეზე, სამეგრელოზე, კოლხებზე ზოგადად დაწერილი ლექსები ქართულად. და რო გადმოვაბრუნებთ აქეთ, არის მეგრული ლექსები, რომლებიც მე დავწერე მეგრულად. მეგრულად ლექსები არ მიწერია, მაგრამ ბოლო დროს სხვათა შორის ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სამეგრელოში დაიწყო ეს ტენდენცია, რომ ძალიან ბევრი ავტორი ყავს, რომლებიც შესანიშნავად წერენ მეგრულად და აქაც ხედავთ სამიგერ გედაიჟდა თუ წამიდა უგანაცი ანგელზის ასაია, რომელიც ასევე წერს მეგრულად და ბევრი ავტორი უკვე ადრე ცოტა ეხათრებოდათ, მაგრამ დღეს უკვე თამამაწერენ და არის ფესტივალი კულტი, რომელიც საერთოდ ატარებს ერთი მეგრულენოვანი ლექსის კონკურსს, რომელშიც ჩვენი სახელოვანი ავტორები ემგულობენ მონაწილეობას და მეც Facebook-ზე ხშირად საყდურობდნენ ხოლმე, რატომ არცერ მეგრულად. მე მეხათრებოდა არ მეგონა თუ შემეძლო იმ დონეზე დაწერა, როგორც სამეგრელოში მცხოვრები ჩემთვის უფასი ავტორები წერდნენ. აქ გამოიცა მეგრული პოეზიის ანთოლოგია, შესანიშნავი გამოცემა, ყველაფერი და მე უარი ვთქვი, არ მაქვს თქვენი შესაძლებელი ლექსები მეთქი და მერე კი ვინანა შემძლებია და დავწერე და გამოიცი ეს წიგნი. აქ კიდე არის ერთი ასეთი ძალიან საინტერესო საბავშვო წიგნი, დეტექტივი ზღვის ლურჩიკი. მე თვითონაც წერდი და წერ საბავშვო ლექსებს, მაგრამ სხვათა შორის ვერაფრით ვერ გამოვიცი. გაუგზავნე ერთ ცნობილ გამომცემლობას და იცით, თავმა რედაქტორმა მომწერა ბოდიშიო, მაგრამ ჩვენო ცნობილი ავტორების წიგნებს სანთო გაიყიდა. და დამჭა ასე. ეს არის ტარას შევჩენკო, უკრაინის ყველაზე დიდი პოეტი, რომელიც მე ვთარგმნე და აქ არის ორ ენაზე შევჩენკო, ქართულად და უკრაინულად და შიგნით არის ასევე ტარას შევჩენკოს ნახატი. აი ესენი რაც მე მოვასწარე უცებ, ესე იგი რაც ჩამოვედი უკრაინიდან. ამ წიგნებს ესე იგი ერთად ვიდეო ვამბობ, არ ქონია არავითარი რეკლამა, არ ქონია და არც წიგნის მაღაზიებში მოხდა, იმიტომ რომ ხო, წიგნის მაღაზიებზე საოცარ ამბავს გეტყვით ვიდეო. ესე იგი, მინდოდა, აი ეს წიგნი ახლა რომ ლევანთან გამოვეცი. მინდოდა ბიბლიოში შემეტანა. ხო და მიწერე გიორგი კეკელიძის. დამეხმარე ესამეთი ახლა ბიბლიოში მუშაობს და გიორგი ძალიან კარგად იცოდა პატარა რო იყო იქიდან, სხვა შორის მისი ისა გურული ფიგურები თარგმნა და გამოვეცი უკრაინულად. ძალიან კარგი გიგია, ძალიან დიდი პატივისცემით არის შემოსული და სხვა შორის ის ბიბლიოგრაფიაც მაგან გამოსცა ბიბლიოთეკაში. იო მითხრა ყველაფერი და დამიკავშირდნენ მისი ისა რა ქვია თანამშრომლები. ხო და რაღაც ანკეტები გამომიგზავნეს, ესენი შეავსებო წიგნის ფორმატიო, სიმაღლეო, სიგანეო, წონაო, ესენი ყველაფერი უნდა რამდენად და შევავსე ეს ყველაფერი. ხო და ყველაფერი და მერეო ისო, რა ქვიაო, ჩვენო ასეთი ისა გვაქვს. პროცენტ შემოიტანთო, ესე იგიო, ჩვენო 40%-ზე ვამატებთო თანხასო. მერეო ესე იგი თუ 3 თვის მანძილზე არ გაიგიდაო, მაშინო თქვენ წიგნი უკან უნდა წარიმოდით. მერეო ჩვენო ბერცემს ვერ ჩავიბარებთო, ცოტა არ მოგვეცითო, თუ გაიგიდაო, ნახოთო და მერე კიდევ მოგიტანეთო. და რაც თავარია, ესე იგი გაწევრიანებისთვის რომ 500 ლარი უნდა გადაიხადო. ხო და ამ დროს მე ვაპირებდი ზუსტად 500 ლარის წიგნის შეტანას. ესე იგი მინდოდა 25 წელი წიგნის შემეტანა, 15 ლარად რაღაცა და რო ვიანგარიშე, ესე იგი ნუ ამდენი არითმეტიკა ვიცი, ესე იგი გამოდიოდა რომ მე 500 ლარს შევიტანდი, უკეთეს შემთხვევაში თუ გავწილისა ბიბლიოში გამოსცემდა ჩემს ყველაწინს, იმ 500 ლარს მე უკან დამიბრუნებდი. და ამით
და თვითონ ტრანსპორტი ლოგებას ნახავდა 40%. Ну, რამოგება ახლა, მაგრამ მაინც ესე იგი მისთვის იქიდან გამომეზე იგი მე ვძლებოდი ნულზე. Ну, ვიქით ახლა რა თქმა უნდა ასეთი რაღაც. რომ ესე იგი დირექტი ვია რა ახლა ამ წელს მე გააგზავნია გარდაბაში სადღაცაც და მე იქ სამწიფი არ გაიგდა და შენ ჩადი უკან სამოსახლო. Ну, სისულელე ეს ყველაფერი და ну, მადლობა უთხარი და უარი ვთქვი და ერთი წუთი დავჭი ასე, რომ ციგნები მიწვია ქვეყნის. მაგრამ პატრონი არ ყავს უბრალოდ ესე იგი გვაქვს აბელები აგრიძე შეკადრილი ამბობდა იმოსიქსელია კონსტანტინე გამსახურდი ამბობდა რომ წინსო გაზღობა ჭირდება და თვითონ კონსტანტინესაც კი უჭერდა ის რომ წინს გაზღობა უნდა და რაღაც მაგრამ დღეს ეს არის აბსოლუტურად თითქმის შეუძლებელი ბევრი ავტორი დამეთანხმება ალბათ მე მარტო არა ვარ ასე დღეში აი ეს მეთოდა მოკლედ მეთქოდა ახლა ჩვენ მე რომ თქვენ ძალიან არ გადაგვალოთ ესე იგი, რამდენი ლექსს აიგივთ ჩემი ამ ახალი კრებულიდან მე თურმეს ექნება სურვილი რამეს ეკვის, შეკითხვა იქნება და ამით დავასრულოთ, იმიტომ რომ უკვე გვიანია, არაფერი ისეთი არ ხდება, ხო და ასე შემოძლებას. მე მაინდა-მაინც ესე იგი ქების სიტყვებს ნახარგებული არა ვარ, უბრალოდ თქვენახვანი ხარია და მე ხარია ის, რომ დღეს შესაძლებლობა მაქვს ცოტა განვიტვირთო ქართულ აუდიტორიას ქართულად მივმართო 50 წელი მიცემდა სხვათა ენაზე საუბარი და ჩემთვის ყოველი შეხვედრა აუდიტორიასთან, ქართველებთან, კოლეგებთან, მკითხველებთან არის ძვირფასი საჩუქარი. მე აქ რაღაცები მომნიშნე, მაგრამ ზოგიერთ წავიკითხავ პირდაპირ, იმიტომ რომ ზოგი ამბობს რომ აი სექსუალური ლექსებაზე ვიკითხო ჯერ ისეთი არ დაწერა არ შეიტანო და არ დაიგიხო. ერთხელ იყო ასეთი ისარაკი არის ტელევიზორში მოვდები ერთი უკრაინელი პოეტი ჩიო და კაცო მივიტანეო რედაქციაში ლექსებიო და სულ პარტიაზე და ლენინზე ამომეჩიესო და ისინი დამებერდესო და მეორე მუთ არ მიგეტანა და არ ამოგეწევდა. იმისი არის რომ დადაწერო ზოგი ლექსი და წაიგეთ არა უშო მე ისა დამჯდარი მეკითხულობ საერთოდ ლექსს და მიმაჩნია ცოტა აუდიტორიის შეურაცხყოფა ლექსის ეს არის ჭეშმარიტი პოეტის ზრახვა ფერზე მომა შეიძლება თელევიზორში და წაიგეთო ლექსს ვიცხოვრე ცუდად მე საცვით ძალიან ცუდად ანუ შემეძლო უკეთესად და ვერ შევძელი ჩემო სიცოცხლე რაც ხარ ის ხარ იყავ ღერძელი გაშოროს ღმერთმა თანადგომა ფლიქთა და ცრუთა გავყურე თითქოს ოკეანეს ჩემი გემიდან ანუ ნავიდან ცრემლი ჯუბეს ასე ასწორი ხოი რა ხოს მეცერება რას იყო შორი ხოი გამკაცრა მეცერება ახლა თემი და ეს თარიღები ხან ლუწები ხანაც კენტები გურიან სიმშვიდეს მახერებენ მრთავენ თიშავენ მე მაინც ვფიქრობ გაეცელება ზეცა სიშავე და ჩემ საესავს კიდევ ბევრჯერ დავათენდები კაცოვებიან თუ იმედმა მოსვლა ინება ვერტყვი მოგზამდი გელოდები დიდი ხანია ეს გარიჟრაჟი თითქოს ჩემი ცილტანია რომლის ზარღვებშიც დღე წეწედა მოედინება ეზოში ხრია მუხლამდე კომში და დგას სურნელი თავბრუ დამხვევი მეგე ერგული მკვიდრი ამხევის თითქოს ხვალდილით მივდივარ ომში სოფელი კვდება უნდა დავიცვა ვინც უფლისნელი ჯერ ცოცხალია თუმც ვცდილობ კარგი იყო ძალიან მიზეს საგამო ზოგჯერ ავიცვა ვის მიხნავს ჩემი ძმები და დები ვინემ მტერება ასე ამოდებს მას სანამ ვინმე ლაგანს ამოდებს მე შუმჩნევლად 1000-ჯერ კვდები თითქოს ჩამესმის უწყვეტი დის აგზელებს სასტიკ მომხურთან შეძლას გავს ჩემი ეზო უწმინდეს ემბას და დგას გარშემო სურნელი ის სისტერ ხანძელთა გადაკითხვისასავს წინაგზობა მე ამ ღამეს ვეღარ დავწვევ
ცით ვარსკვლავები ისეთ ლანდებს შემომასერე, მოვაყავ ტიციანი ცისფერ ხანძრით, მოხდოთ გოგლა, მათ ამ მთელი საზმო ასევე, მე მათ საკადრის მასპინძლობას გულით ვეცდები, იქნება ღვინო, არღნის ცეცხლი, რითმების ცვენა და ალმასივით მოელვარე მანიფესტებით, სმენას დამითბობს ხორცს შესხმული ღმერთების ენა, ვიტყვი აქ ყველა სხვა დენდია, სხვა რიგია, ხოლო ეს სახლი მათთვის ლექსთა საკაღალდეა, სადაც ციმციმებს მზით დამწვარი შორის სკიპია და სკიპიაზე კიდევ უფრო შორი კალდეა, ვიტყვი ამდია საკრებულოს არვე ბევრები, შვიდფერი მუზა უხვად გასცემს დროის ავანსებს და მე რიჟრაჟზე აღზნებული სუფრის წევრები გეღურაჭიდად და მეშნარე ის გავამოწევ. ამ სახლში ცხოვრობს სიზმრების მეფე, რომელიც მიწევს რავნახო ღამით, აქ ხორციელის არისის ჩქამიდან მხოლოდ კუფრი ლანდები ხეყე, აქ არცერთ სულგნულს არ უჩანს სახე, თითქოს არიან და არც არიან, აქ ცოცხალია, ის ვინც მკვდარია, და როცა ვამბობ, სიზმარი ვნახე მე, ვადასტურებ ამ სახლის ძალას, სადაც საჩემო წერენ სცენარებს, და მე მსგავსები ისეთ მცენარეს, რომელიც ნაყოფს ფოთლებში მალავს, მე ვძნობ დიდუმალ კავშირს მეორე, მიწასთან, ცარსთან, სადაც სხვანია, და სანამ ირგვლივ ბნელი ღამეა, ხისით გასავდე გზას. უნდა გითხრათ, რომ იცით, მთელი ცხოვრება შეგებული უკრაინაში გავატარე, ცალმეტით მისცა წავედი და დავბრუნდი ბებერი. მაგრამ მოვასწარი იქ ჩემს ნახევარზე სახლის აგება და მიდიოდა მთელი ცხოვრება დამყარდა ტკივილად საფობის განცდა მიუხედავად იმისა, რომ ბებინას მქონდა და მქონდა ყველაფერი, მაგრამ აი ის ფუძის სახლი არ იყო და აი სახლი ახლა მაქვს. მართალია ტკივილები ახლავს, იმიტომ რომ სახლი ცარიელია, არავინ არ დარჩა ცოცხალი და თანაც ჩემი სახლი დგას სოფლის სასაფლაოს გვერდით და როცა დაღამდება და ვარსკვლავები აინდება, მე ვჩერდი მარტო ვარსკვლავებთან და იმ სასაფლაოსთან, რომელიც ჩემი არ ყოფნის განმავლობაში ორგზის გაგრძელა და გაფართოებული. ერთ საღამოს არ მეძინებოდა და დავთვალეს 300-ზე მეტი ადამიანი ჩემი თანასოფლელი, რომელსაც ვცნობდი და რომელიც ახლა ყველა იქ ჩემი მეზობელია და იქ განისწრებს. ეს არის ძალიან ძნელი და ძალიან უცნაური განცდა. მე ბავშვობიდან შევეჩვიე ისეთ ნაღვლიან მელოდიებს სამეგრელოა მოგახსენებათ და ჩემს ბავშვთან შორის ძალიან გაოცებული ვარ, რომ ეს ტრადიცია უკვე დაკარგულა. ბავშვობაში ყოველ შაბათ-კვირას ამოდიოდნენ შავსანი ქალები და თავიანთ მისვალები მოსწონდნენ. მე ხმებით ცნობდი ყველას და ვიცოდი ვინ ვის დასწერო და ვიცოდი ყველას საფლავის ამბები. გამოხდა ამდენი ხანი და ახლა ვხედავ, რაღაც მანქანები დგას ყველას. და რაც მიასმენებენ ჩამიჩუნი არავინ არც წივილი, არც პილი, არც მოთქმა. ეს ყველაფერი ეს ტრადიცია უკვე დაკარგულა. ყველაფერი ჩუმად ისე რომ მერე წავლენ და მერე ისქია რომ თემეთი და რაღაც ჩერის სუფრას ოჯახში. მერე რესტორანში სულიჩი. ხო, საღამოთი მახავდნენ სადღაც ზიფხაშვილს სასამართლოს სოლებს, ახლა მახავდნენ შუადრესაც რომ მოასწრია და მოასწრას. ეს უბრალოდ ამ ლექსის წარმოქმნას მოყვა. სამწუხაროა რომ ეს ტრადიცია იკარგება, მაგრამ გაიღვიძა. და შეიძლება ადგილზე ხალხი ამას ვერ ამჩნევს, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან ხალხის საცემი იყო და ახლა უკვე ვეჭვი თანდათან, მაგრამ მე გავისახსოვს ეს ყველაფერი, მე რომ ახსოვს და მგურავს, ზე ჩავიდა და ღამე ჩამოდგა და სივრცე დამწუხრა, განა ვინმე ადამნაშავე და განა ვინმე აქვს ბრალი, რომ გრძელდება და აღარ მთავრდება განშორებათა რალი,
რომ აღარ თითქმის არ დარჩა ჩემი სისხლი და ხორცი და ერთი წილის ნაცვლად ბუნებას უხდი უსიტყვოდ ორცებს გასასულია ცისკიდური და გატრონულია ველი წერ გათოშილი თითის ყინულზე და ასოც აღარ ჰელიოს ზეს რა შევწირო არა დაითხოვს ზერახანია ჩემთან თავის წილს ემის ხილებ ქვეშ ლამის დამიცვი და ცოცხლებს შორის არც ავარ თითქოს არადამზისთვის საკათრიც ღველი კაც როგორ უნდა გამოგელიოს თუ ჩაუმხვალო კერპო ჰელიოს შენ ჩემ ცხოვრებას გვირგვინად შვენი მერე რა თუ კი არ ჩანხარ ღამით ჩემი დაძმები ვარსკვლავ და ჯარი მაფენ სიკეთის იდუმალ არის და მიოხდება ცხენების ნამი და ფაეტონივით შევებამ წაბლა ცხენებს კოსმოსურ ეთერში და ჰერი როცა დადგება დამსხვრევი ჯერი მეტეორებად წამოდგა უზადად დიდი მადლობა ბატონო რაულ შესანიშნავი ლექსები მოვისმინეთ უშუალოდ ავტორისაგან ვერბალურად მოსმენილი საკუთარი პოეზია განსაკუთრებით შთაბეჭდავია კითხვებისათვის, მსმენელისათვის და ჩვენ განებივებული ვართ იმითი, რომ დაუჩინაჭავას ლექსებს უშუალოდ ვისმენთ და მის შესანიშნავ პოეზიას. კიდევ ერთხელ მადლობას გეტყვის თქვენ მის მეგობრებს, მკითხველს იმ ძვირფას საზოგადოებას, რომ დღეს აქ ხართ და ამ დღევანდელ საღამოში იღებთ მონაწილეობას თქვენი ქართულობით და გულმხურვალე დამოკიდებულებითა და კეთილგანწყობით ავტორის მიმართ. გადავიდეთ სიკვდილის გამოსვლებზე, მოგეხსენებათ ყველაფერს თავისი ასე ვთქვათ წესი აქვს ამ თვალსაზრისით, როცა პრეზენტაცია მიმდინარეობს და როგორც ავტორმა აღნიშნა, დიალოგის რეჟიმიც იქნება, სურვილისამებრ, თქვენ შეგეძლებათ კითხვა დავუშვათ ავტორს, ან მისი შემოქმედებიდან, ან საერთოდ ზოგადად რა მოსაზრებისა ამ საკითხებს და ასე შემდეგ. ახლა სიტყვას ვთხოვთ ბატონ გურა ბუდიშარიას, წერალს, საზოგადო მოღვაწეს, არაერთი პრემიის ლაურეატს და ბატონი რაულის ძვირფას მეგობრს. Demo, I love you, I'm not all When I had the album, შეულებია ნორმალური აიხსენა და მასიმად ვიყავით არის ჩემს მეგობრებთან და ერთად იმ ადგილას, სადაც ის სახლობს და იქაც ის სასახლე. ხო, ჩვენ ხსნები როგორი ვიყავით? ჩვენ ყოველთვის ჩვენთვის მოდარდობაზე ამბობდა ესა სუფრაზე, ხალხადიშები, რუსები და კიდევ სხვა. ხო და ვამბობთ რომ აი ეს რომ ასე მოხდა და ეს რაღაც ანეკდოტის სიტუაცია ხუმრობა, ეს ვიქვა, ეს თქვა იმან და იმან. ეს თოთხალია სადა წერალზე ვიგნებიან. არ არის მოხდა. კიდევ რაღაც გაი იცინია ხარხარებენ ქართველები, ეს ვიქვა, ეს კიდევ თქვა ამან და ამან. თოთხალი არ არის თოთხალი. გაგიჟნა ეს თქვა არავინ არ ხვდება. და რა უნდა მოხდეს? რა უნდა მოხდეს ადამიანი, ვისაც ასეთ ქართული პოეზია მზარმაზარი გასცემდა მისი გამაგზავნებლები ისეთი როგორ ბატონი რაულ ჩილაჩავა, იმიტომ რომ ეს არის პოეზია ის მაგია, რომელიც აცოცხლებს ყველას და ყველაფერს. ეს ასეთ რიშებების თავდა რომ წავა უკეთ დარჩება სული სიჩუმე იქნება. ახლა ისეთი გულის ტივით მოყვა ეს ამბავი, რომ ესე ჩუმად მოყვა რაღაცა ხო, ანუ საწყარი დამხარ აი ამ თუნალობაში ვაცილებ რაღაც დროც არის ისეთი და მასაუბრები რაულის თელ შემოქმედებას ეხება მე მახსოვს მას თავიდანვე ჰქონდა ეს მეგრული მოტივი სევდიანი სიგრძნობა ახალგაზრდობის ლექსია ერთი შესანიშნავი
სადაც ამბობს რომ გარდაცვალებო მე არ მაშინებს კი მოხდება რაც მაგრამ მე მეშინია დასაბლაების მე მეშინია მამის ვერილი და დედის ჭირის და რაღაცა შესანიშნავი არ მაქვს პროცესი რა მოწოდი და ბოლოს რომ გარდაცვალება მე არ მაშინებს მე მეშინია დასაბლაების და ასეთ გააცილა ისუდრო შემა დაუმა მაგრამ მოდის ვადრო სადაც ჩვენ ყველანი უკვე ძალიან დიდი იმედის თვალი მე მახსოვს ქუთაისში ახალგაზრდები ვარ და ქუთაისში შავკანიანები ვიყავით პრაქტიკაში რაღაცა და თორე ქალიშვილების კიდე ბაცებდა ყველას ის დრო ყველა რაღაცა იქა ლექსი რომ როჩიც ამბობს რომ უკვე მომბეძდა შაუნას როშ და კარტოფი ხოდა ტრაშია და უკვე კიევში ცხოვრობდი თანია ყველაფერი მონატრებული იყო მის თეორიის სტრიქონ თეორიებს უზარმაზარი დაფერქვა ჰქონდა და მე ვიხსენე ვიდრე როდესაც სოხუმში გავისანი პირველად ჩემი ქალაქია ზუგდიდიდან სოხუმამდე რა არის 80 კილომეტრი 100 კილომეტრი მეტი არაფერი ხოდა რაული პრაქტიკაზეა ახალგაზრდა კაცი სრულიად ვიცი ჟურნალებიდან გაზეთებიდან ვიცნო ხოდა მე პირველ კურსები ვარ და ეს იყო პრაქტიკას საფრთხეში სამდაფოდი ერთ კონკრეტული საფრთხეები მიშტებოდი თუ ერთ პატარებიც დაიმიშტებოდა ძენ მაფაზეთმა თუ ლიტერატურა საქართველოს ერთ პატარებიც დაიმიშტებოდა ყველა ძენ საქართველოს მიშტებოდა თუ თავს მოკრავდნენ ტელევიზორში უგობრად ცნობდა იმიტომ რომ არ იყო ბევრი ასეთი ესე იგი საშუალება ამის იყო და შეიძლება არჩევ გადაგიღონდა ვერც რამე ნახონდა რომ შექნება შეიძლება ვერც გიცნო მაგრამ რა ცნობებს მე ვიყავი მოწმე უკრაინაში ყოფნისას როდესაც რაულ მაშინ მინისტრის მოადგილე იყო ხოდა ხო ალბათ იქნა წავიდეთ ნახოთ აი ეს მასე ჩვენები ამას აღნიშნავენ და წავედით ეს ლო კონკრეტულად დამბატიჟო დიასპორაზე მაგალითი წავედით ნახეთ ბევრად მეტი ქართული მოვიდა სომეხი მოვიდა ბევრად და წყალი მოიტანეს ადამიანებმა ერევნის წყალი მოვიდა შუა სუფრა და წყალი შემოავდა წარხნა შემოავდა და ყველაფერი მოიძებდა აი ამ დროს უკვე მამართა ყველაფერს აზარებდა ერთმანეთის შესანიშნავი მეუღლეა დიდებული ადამიანი განიმეგობრებული ორი ვაჟკაცი შესანიშნავი ერთი დღესაც კიევშია და თავის მისია შესაძლებელი და დიდი ტკივილი რომელიც მასთან არის მესამე ბიჭი გული რომელიც მე ახლა უბრალოდ შევდივარ ხედავ რომ ძალიან ისეთი კარებია სიფრიფანა კარები გავენ ახლა გავენ ისეთი შემოვა ბოლკანის არის დაურის მომენატრება მომენატრება სიცოცხლე მოვა ყველაფერი ესე იგი რაუნთან დაკავშირებული გახდა ჩემი ცხოვრება თვითონ ასენა ომი დაიწყო, მითხრა გამომიდა ჩემო ქალიშვილმა ადრე და აბა რა, უცად დაიწყო ომი, ნუ კიევში რუსეთის რაღაც შედის ნახელები, რაღაცა რა უნდა დაუწყო სროლების უკვე ვაი, უცხოხალხო დაგირეკი რომ ეშენ აი ვიაღარ. ხოდა წერტები დაუსვი ზემოთა უღელტესად. ეხლა რამდენიმე ზემინდა ვასვიო, გადავხედავ ხიზელი თვალი და ავიდეთ ლიტერატურა უკრაინაში. და დაიმეშტება ეს და თურმე ეს წინა ყველაფერი და მე თვითონ აღწერა ეს როგორ მოდის ჩამოვიდა სოხუმშია რედაქტორი და ეხლა ომია სოხუმში და რისა გამოდება შინაარსმა და გავაფერე ვეროს რა ხოდა ლეონები როგორია მაგ სიტუაცია გავითარება და არავის არ დაუბრუნდა ჩვენი ფრანგი ეხლა ამბობია რომ სოხუმში გულსაზე როზე ფრანგი ჯარისკაც ესე კალაშნიკოვი დაცალა ჩემ პანჯარასთან და ისეთი ხმასაში რომ რახმა იყო ეს თქარი ესა კალაშნიკოვი ნორზალი დაიცალა ეხლა ასეთი და თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ მასეულდება ეს ხანდახან ძალიან ჯერა მართლა რომ ჩვენ ყველანი რომ ერთთვის დავიწყოთ ფაქტი მაგრამ ჯერა ძალიან რომ კიდევ არის რაღაცის ცხოვრება რომელიც ჩვენ აქ უნდა ვნახოთ და მე 100 წლის შემდეგ შემორავ ღმერთს უნდა მოუყვეთ რასაც ნახეთ და ყველაფერი პოეზია ეს არის დასაწყისი პირველი ნაბიჯი მე არის უკვე ღმერთთან მანამდე
ხალხთან, ჩვენს მეგობრებთან, აი დღეს მეც ისე მიხარია, აი როგორც რაოს თქვენთან შეხვედრა, ამიტომ რომ ჩვენი სიტყვა, რაც გვაქვს, აი ამით ავარ ჩვენ, ამით გვიჭირავს ერთმანეთი, ამით მივდივართ ჩვენ. რაულის თვითეული წიგნი, ეს არის ფრთები, რომელიც გაძლევენ საშუალებას იფრინო ტრანსფორმა დაიკავო დედამიწაზე და ყველაფერი კარგი გააკეთო. ასე რომ ამ სიყვარულით, ამ სიტყვას სადრიზოლოს არ ვამბობ, მაგრამ მაინც ასე გამომივიდა, წინ რაუს მინდა უსურვო, წინ კიდევ ახალ-ახალი წიგნები და აი ეს წიგნები მე ასე გადავწყვიტო. თითქმის 55 წელი ალბათ იცხოვრა უკრაინაში. და მან თავის უკრაინა მიჩვენა 2019 წელს ჩამოვიდა. აღმოჩნდა რომ ჩემი ბოლო ჩასვლა ჩამოვიდა ხანდა 22 წელს უკვე არც ისე ჩამოვიდა და ღმერთმა დაამთავრა ის ყველაფერი, რაც იქ არის. ღმერთმა ისე იარაღით რომ უნდა გადაწყვეტა, იმას სიტყვით ძალიან გადაწყვეტილი იყო და აი რაული არის სიტყვის ოსტატი. ჩვენ ციგნებში წერია პირველი იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთი და ღმერთი არის სიყვარული. ამ სიყვარულით მოსულ კაცს გავაცილებთ, გავღვევით პიევში, უკან მოვიყვანთ, ხამზუგდიდში ჩავალთ და ის ჩვენი კაცია იქაც, აქაც და გვეამაყება და ჩემო რაოს სულ სიკეთე და